ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის შერატონში. დროულად ეს ჩანაწერები სრული ამოიღო. გიორგი გახარია და დიმიტრი სამხარაძე. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ეს ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია. ყოფილ პრემიერს ცხვირი აქვს გატეხილი. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, პასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია. რა ჩანს გავრცელებულ კადრებზე. პროკურატურის ექსპერიმენტი და შუალედური ანგარიში. გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ, როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. ვერიფიკაციის აპარატებით ერთი და იგივე პირი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმას ვერ მისცემდა. ვერაფერი ვერ გამოიძია მაშინ, როდესაც ძებლად ჰქონდა პროკურატურას აყვანილი მტკიცებულებები. 800 საგამოძიებო მოქმედება და 400 გამოკითხული პირი. ვერც ერთი მაგალითი ვერ მოიყვანა ვერავინ, ერთი კონკრეტული ფაქტი გაყალბების ბუნებაში არ არსებობს. ევროსაბჭოს დელეგაცია. ფაქტებით და ობიექტურად მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც გამოთქვეს დაინტერესება. შეხვედრა ხელისუფლებასთან. აღნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული. რა ინფორმაცია გაცვალეს ოცნების დეპუტატებმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 15 იანვარია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ორი ინციდენტი ერთ ღამეში, რომელიც სასტუმრო შერატონში მოხდა. დავიწყოთ გიორგი გახარიას ეპიზოდით, რომელსაც ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი და ტვინის შერყევა აქვს. შერატონის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ჩუბის ამსახველი ჩანაწერები სრულად არის შენახული და მასალა სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემენ ნებისმიერ საგამოძიებო უწყებას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც დღეს ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა და რომელზეც ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიას მიერ იწყება. ის დიმიტრი სამხარაძეს ჭიქას ესვრის. მომდევნო კაცი კი ყოფილი პრემიერის სახეზე დაზიანებით უკვე იატაკზეზის დაადგომაში მას სასტუმროს დაცვა ეხმარება. ყოფილი პრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ლიდერს სასტუმროში მისვლისთანავე 10 პირი დაესხა თავს. მართლ პარტიაში კი ამბობენ, რომ პირიქით ეს იყო თავდასხმაზე მათი დეპუტატის მხრიდან საპასუხო ქმედება. დილიდან შეფასებები კეთდება სხვა პარტიების მხრიდანაც. გუშინვე სასტუმრო შერატონში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რომელიც ზვიად ქორიძეს ეხება. მედია ექსპერტი ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს თავად ასახელებს. შერატონში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. რა ეტაპზეა გამოძიება, გამოიკითხნენ თუ არა ჩხუბში მონაწილე პირები და ამოიღო თუ არა გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ვიდეო, რომელიც ბათუმის შერატონში ინახება. შოთა ფალავანდიშვილი გვერდდება ამ თემით პირდაპირ ეთერში. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელები ამტკიცებდნენ, რომ მათ ლიდერს თავს 10 კაცი დაესხა, თუმცა მას შემდეგ რაც ტელეკომპანია იმედმა გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყავს სახეში ჭიქას გიორგი გახარია დიმიტრი სამხარაძეს, გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ეს არის მონტაჟი და ითხოვენ სრული ვიდეო მასალის გასაჯაროებას, რაც როგორც უკვე ცნობილია, არსებობს ბათუმის შერატონის მენეჯმენტის თქმით და ისინი მზად არიან, რომ ეს ვიდეო მასალა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდონ. კადრები, რომელიც ბათუმის შერატონში მომხდარ ინციდენტს ასახავს, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. სასტუმროში ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძეს შორის გვიან ღამით მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გახარიას მხრიდან დაიწყო. შემდეგ უკვე მასალაში ჩანს ოპოზიციური პარტიის დაშავებული ლიდერი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკიდან მალევე გაეწერა. ექს-პრემიერის თანაგუნდელები სასტუმროს კამერების სრული ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვენ. დაკავებულები არიან ამ კადრების ჭრაკერვით ეხლა, თუმცა ძალიან კარგი ამონაჭერი გამოუვიდათ, ძალიან სასიამოვნო სანახავი ამონაჭერი, ასე ვიტყოდი. აქ იმიტომ მოვედით დღეს აი ამ სასტუმროში, რომ სრული ჩანაწერები, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, შენახული იქნეს ეს და პროკურატურას უკვე მივმართეთ და ვუთხარით, რომ დროულად
ეს ჩანაწერები სრული ამოიღო. კადრების გავრცელებამდე ბათუმში მომხდარს საკუთარ Facebook-ზე გამოეხმაურა თავად გიორგი გახარია. დაწერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დეტალებზე საუბარი კი სამომავლო დაანონსა. დილიდან პარტია საქართველოსთვის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავა ამტკიცებდა, რომ ყოფილ პრემიერს მოულოდნელად 10 ადამიანი თავს დაესხა. ამის საათებში სასტუმრო შერატონის ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩხულად, როგორც ეს ადამიანების ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. არაფერი არ უნდა ვიდეო მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც ასახავს ამ ჯგუფური ორგანიზებული თავდასხმის ფაქტს. ტელეკომპანია იმედის მიერ კადრების გავრცელებამდე ჩხუბში რაიმე ფორმით გიორგი გახარიას ჩართულობას გამორიცხავდნენ მისი ოპოზიციონერი კოლეგები. პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ გახარიას თავს დაესხნენ და პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება. თვითონ ხო ხვდებით, რომ სასაცილოა უბრალოდ ეს საკითხი, რომ გახარია მიუვარდა 5 კაცს და დაუწყო უცებ ასე ვთქვათ ჩხუბი. ეს ჩვეულებრივი სიყალბეებია. არა, ეგ არის სრულ ინფორმაცია, რომელზეც არ ვაკეთებ კომენტარს. რეალურად რაც მოხდა არის კატასტროფა. ამაზე საშინელი ამბავი ახლა რა შეიძლება იყოს, ვერ გეტყვით, რომ ეს ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც თმენის ვალდებულება აქვს, რომელსაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე აქვს პრეტენზია, იქცევიან ჩვეულებრივი ბინძური ხულიგნები. პასუხისმგებლობას მომხდარზე თავად გიორგი გახარიას აკისრებს მართველი ძალა. ინციდენტის დეტალებზე დღეს უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა. ჩვენ არ ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვით გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. ასე იყო თუ არ იყო? ხო იყო ასე. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ეს ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, თუ ასე იყო. უმძიმესი მუხლია 325 თუ არ ვწდები და ამის 325 მუხლის მცდელობას, ჩადენის მცდელობას ხომ არ ქონდა ადგილი, დიტო სამხარაძე თავად გაცემს გამოძიებას პასუხს, საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, ხო აბარა იყო, მაგრამ უნებრივი ამას ფორმალური სხვა საკითხების გარკვევა სჭირდება და მე თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია. გახარია სამხარაძის ინციდენტამდე სასტუმრო შერატონში ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაუპირისპირდნენ. როგორც დავატყვება, მას შეურაცხყოფა ქართული ოცნების წევრებმა მიაყენეს, თუმცა ინციდენტი მალევე დაცვის ჩარევის შედეგად ამოიწურა. დავინახე დაახლოებით 10-12 კაცი იქნებოდა, ახლა მაგის თვლა არ დამიწყია და დაიძნენ ჩემსკენ, მე ოდესაც მივედი, მიუახლოვდი უკვე ლობის მაგიდას და დაცვას ვთხოვე, დახმარება დაცვა გამოვარდა, დროულად მოახერხეს ის, რომ შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებიათ ჩემგან. ოპონენტები სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს დღეს მართველი გუნდის წევრებმა. სახელმწიფო პარტიის ლიდერებმა ნებისმიერი სახის ძალადობა დაგმეს, თუმცა განმარტეს, რომ ბათუმში ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო. პოლიტიკოსების აზრით, მსგავსი ინციდენტები ქვეყანაში არსებული ზოგადი ბულინგის კამპანიის გამოძახილია, რომელსაც მათი თქმით ოპოზიცია მუდმივად ახალისებს. ოპოზიცია საუბრობს ყველაფერზე, სიმართლის გარდა საერთოდ არ აინტერესებს სიმართლე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მათი დღის წესრიგი, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, სიყალბეზე დაფუძნებული, ეს არის მათი პოლიტიკა და იმ დღის წესრიგის შინაარსი, რაზეც დგას გაუბედურებული, გაფარჩაკებული ოპოზიცია. ეს არის რაღაცა სასოწარკვეთილი ადამიანის ქცევა, რომელიც პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეორე ადამიანს. ეს არის ამას საზოგადოებაში აფასებს ამ ყველაფერს და ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც სცენარიც არის აქ ჩამოსული და რომელიც სცენარის თითოეულ პუნქტსაც მიყვებიან ესენი ზედმიწევნით. ბათუმში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი სრული ვიდეო მასალა, რომ შერატონის დაცვის სამსახურს აქვს. ამაზე სასტუმროს ერთ-ერთმა მენეჯერმა უკვე ისაუბრა. კომპანია მზადაა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. მასალები დაინტერესებულ მხარეებს გადასცეს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126 ძალადობის მუხლით იწიებს.
ბათუმის შერატონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღესვე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზოგადად ნებისმიერი ძალადობის ფაქტი არის სამწუხარო, თუმცა პრემიერმა ასევე თქვა ისიც, რომ თმენის ვალდებულება ჰქონდა, მათ შორის გიორგი ვახარიას გარკვეულ ტერმინებთან დაკავშირებით შესაბამისად მისი მხრიდან გარკვეული სახის მოქმედება ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ რეალურად გახარიამ გარკვეული შეცდომა დაუშვა ამ ხრივ და მან დაიწყო, ასე თქვა, დაპირისპირება. ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით, მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება. ბათუმის შერატონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა წუხელ ბათუმის შერატონში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. სხვა გამოძიება საქართველოს გენერალური პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ჩატარებული ექსპერიმენტი დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. პროკურატურა აცხადებს, რომ ძიების პროცესში ჩართული იყვნენ შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის Smartmatic-ის ექსპერტები, ასევე 2300-მდე აპარატიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები. ამას გარდა ჩატარდა არაერთი ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზაც. 800 საგამოძიებო მოქმედება და 400 პირის ჩვენება. პროკურატურა აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებები არ მტკიცდება, თუმცა გამოძიება და გამოკითხვების პროცესი კვლავაც გრძელდება. ამ ეტაპზე კი გამოძიების ინფორმაციით მოწმეთა უმეტესობამ გამომძიებლებს ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება და მათი დიდი ნაწილი არა კონკრეტულ ფაქტებს, არამედ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. პროკურატურა დღესაც მოუწოდებს ყველას არჩევნების გაყალბების ფაქტების არსებობის შემთხვევაში წარმოადგინონ ნებისმიერი მტკიცებულება და ითანამშრომლონ გამოძიებას. ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთი ამომრჩევლის მიერ, როგორც სხვადასხვა ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა გამორიცხულია. შუალედური ანგარიშის შედეგების მიხედვით პროკურატურამ ჩაატარა შესაბამისი ექსპერტიზებიც. 2300-მდე ვერიფიკაციის აპარატიდან ამოიღო მეხსიერების ბარათები. გამოკითხა 400-მდე პირი. უწყების ინფორმაციით უმეტესობამ გამოძიებას არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მტკიცებულება ვერ მიაწოდა. ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ გაყალბებაზე განცხადებები პრევენციულ ღონისძიებას ემსახურებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნის ანალოგიური საარჩევნო უბნები. დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე უბანზე ხმის განმეორებით ან და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა. ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია. სურს მოუწოდოთ გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით ასეთის არსებობის შემთხვევაში. პროკურატურის ინფორმაციით გამოსაკითხ პირთა ნაწილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ნაწილმა კი მხოლოდ სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა და პროცესზე თქვა, რომ მხოლოდ მასმედიაში გავრცელებულ ან მესამე პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. პროკურატურის შუალედურ ანგარიშს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია.
ყველა მტკიცებულება არსებობდა და გადაცემული იყო. თურმე ვერაფერი ვერ გამოიძია მაშინ, როდესაც ძევლად ჰქონდა პროკურატურას აყვანილი ის მტკიცებულებები, რომელსაც ჩვენ არჩევნების დასრულების შემდგომ ვითხოვდით, რათა ყოფილიყო გამოძიება ადეკვატური. საქართველოს მოქალაქეები ყველა ერთმანეთთან თანხმდებიან, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ჩვენ ვითხოვდით სამაგიდო სიების გახსნას, ხელმოწერილი ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრების დადარებას და გახსნას, რაზეც ბუნებრივია უარი განაცხადეს. სიხალბე და დავალებები გარედან. ამ მოტივს ხედავს მმართველი პარტია ოპოზიციის განცხადებების მიღმა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ახალი არჩევნების შესახებ მათი ოპონენტების მოთხოვნაც და საპროტესტო აქციებიც სრულ კამპანიას ეფუძნება და ეს პროკურატურის შუალედური ანგარიშითაც დადასტურდა. თუ კი ვინმეს რაიმე ერთი ფაქტი აქვს გაყალბებასთან დაკავშირებით, მივიდნენ და უთხრა პროკურატურას, რატო უმალავენ? 300,000 ხმა გაყავდაო, ხო გვიმტკიცებენ. 300 ხმის, 300,000-ის კი არა, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადგა. ხალხი გამოდიდა იძახს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. გავიგე რომ თავისი აზრი აქვს იმათ და ნაცმა დაარწმუნა ამაში თუ სხვა გარემოებამ, რატო ვითხოვ ახალ არჩევნებს? არგუმენტის გარეშე რაღაცების მოთხოვნას, რა ვიცი, ექნება საფუძველი და უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებამ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე. ეს მათი სიცრუის კამპანია, რასაც ხედავთ ჩვენ ვითომ გაბრაზებულ მოქალაქეებს, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირ ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკოსმა, ვერც ერთმა ადამიანმა წარმოიდგინეთ, რამდენი დამკვირვებელი ყავდათ, რამდენი პარტიის წარმომადგენელი ყავდათ, ვერავინ ვერ დადო ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. პროკურატურის შუალედურ ანგარიშს დღეს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის მოვლენების მსგავსად ოპოზიცია მტკიცებულებების გარეშე ისევ მხოლოდ განცხადებებს აკეთებს. ყველა ინსტანციამ დაადგინა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია მარჩვენებზე არ მომხდარა, ეს დაადგინა პირველ რიგში ეუთო ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ და ასევე ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, არავის არ აქვს არავითარი მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან დაკავშირებით, რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავამტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები, ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი ეგზიტ პოლები. გამოძიება 30 ოქტომბერს ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო და დღესაც გრძელდება. დამატებით დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა იმის დასადგენად, განხორციელდა თუ არა რაიმე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტის მეორე დღე შეხვედრა ხელისუფლებასთან. კლოდ კერნი და ედით ესტრელა დღეს ჯერ პარლამენტის საჯდომარეს შეხვდნენ, შემდეგ კი უმრავლესობის კიდევ ორ დეპუტატს. დუმილის მეორე დღე ევროპელ მონიტორებს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ სტუმრებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეს და კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ევროკავშირში გაერთიანება საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები თბილისში ფაქტების დადგენის მისიით ჩამოვიდნენ. მთავარი საკითხია, როგორ ასრულებს საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებას. თუმცა ქვეყანას შექმნილი ვითარების გამო საუბარი სხვა თემებსაც ეხება, მათ შორის ჩატარებულ არჩევნებს და იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარდება. ხოლო ევროპელი მონიტორები ოპოზიციას შეხვდებიან. თბილისში მიღებული ინფორმაციით კი სტრასბურგში დაბრუნდებიან. ზოგადად ობიექტურობა, სიმართლე არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი და უმრავლესობის წევრებმა მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეს. უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ თბილისში ჩამოსულ უცხოელებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ. მათ იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ პოლიციელების დაშავებულები იყვნენ და თუ რა მასშტაბის, თქვათ, იქ შეტევა ხდებოდა პოლიციელებზე, ეგ სიტყვიერი შეურაცხყოფები პიროტექნიკით, შეტევა პარლამენტზე, შტურმი პირდაპირ, ნუ ესეთ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ისინი არ ფლობდნენ. ეს იყო ძირითადად ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებული თემები, იყო არჩევნებთან დაკავშირებული თემები, ზოგადად აქციებთან დაკავშირებული თემები, ფაქტებით და ობიექტურად
მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია. საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლა შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს, პარლამენტის საქმიანობას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას და ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გავაცანი, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისთვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს. ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე აღნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველო მოახლოეს წლებში შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოსაზრებებს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრები ხვალ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგანაც მოისმენენ. მართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ასამბლეის წარმომადგენლებს ინფორმაციას იმ დარღვევებზე მიაწოდებენ, რის გამოც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ის რაც ხდება, ძალადობა, ადამიანებს თავპირსამტრობენ პოლიტიკური პატიმრები, ის უმძიმესი ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ამაზე გვექნება მშელო. წინასწარ შემზადებულები არიან, ჩვენ ქონდა მათთან კომუნიკაცია, ყველანაირი პროპაგანდის ხაზი, რომელიც მათ აქვთ, ქართულ ოცნებას აქვს, ჩვენ ევროსაბჭოს კომისიას მივაწოდეთ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტის მიზანი საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება. მართველი გუნდისთვის მონიტორინგის წევრების თბილისში ჩამოსვლა სამომავლოდ თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელების მნიშვნელოვანი საშუალებაა. ბუნებრივია, რომ მტკიცებულებების, განცხადებები, რომელიც გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლები იყო, მათ შორის სამწუხაროდ ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირების მხრიდან, ელჩების მხრიდან და ასე შემდგომ, გადაეცემა ამ დელეგაციას, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ის, რომ საქართველო მიიწევს წინ როგორც სუვერენული ევროპული ტიპის ქვეყანა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ ოპოზიციას, შეხვდნენ სამოქალაქო სექტორს, შეხვდებიან ხელისუფლებას და სრული სურათი ექნებათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ხვალ პრემიერ-მინისტრი შეხვდება. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო დელეგაციას სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ საბოტაჟის მცდელობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ჩვენ ყველა თემაზე გვექნება მათთან საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის რა თქმა უნდა მივაწვდით ჩვენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა გქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს. საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამოხსენებლები კლოდ კერნი და ედით ესტრელა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიდან მიღებულ ინფორმაციას ანგარიშის მოსამზადებლად გამოიყენებენ. კომპანიების ნაწილი დღეს 3 საათით გაიფიცა, გაფიცვა შუადღის 3 საათიდან საღამოს 6-მდე გაგრძელდა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს გამაფრთხლებელი გაფიცვა იყო და პროტესტის მიზანია აჩვენონ საზოგადოებას რაელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვის კამპანია შეუერთდა სხვადასხვა ორგანიზაცია, უნივერსიტეტი, გამომცემლობა, კვების ობიექტი და სხვა არაერთი ბიზნეს კომპანია. გაფიცვლების ნაწილს დღეს თბილისში 3 საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა ჭავჭავაძის გამზირიც. როგორც არის გამაფრთხილებელი გაფიცვა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ერთგვარი, ასე ვთქვათ, ინსცენირება იმისა, თუ რაც შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ კი არ შესრულდება მოთხოვნები. მოთხოვნები არის იგივე, არჩევნების ხელახლა ჩატარება და უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გამოშვება. ვინც აქ ვართ შეკრებილები, ვფიქრობთ, რომ ჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, ჯერა რომ სამწუხაროდ გადაუხვია ქვეყანა ამ კურსმა და გსურს, რომ დაუბრუნდეთ ამ კურსს. ჩვენ ვითხოვთ უკანონო დაპატიმრებული ადამიანების გამოშვებას და ახალ სამართლიან არჩევნებს. რაც შეეხება ამ ლოკაციას, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიის კომპანიები, რომლებიც ისედაც ამ პროტესტის წინახაზე ვართ მუდმივად, რაღაცნაირად ერთ ლოკაციაზე გავერთიანებულიყავით და რამდენიმე სააგენტო ვართ აქ წარმოდგენილი. ქართული ოცნება გაფიცვის კამპანიას ხელოვნური დესტაბილიზაციის მცდელობას უკავშირებს. სახელმწიფო პარტიაში საუბრობენ კომპანიების ნაწილის ორმაგ სტანდარტზე და იმ ბიზნეს კომპანიებზე მიუთითებენ, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ვაჭრობენ.
კომპანიებთან დაკავშირებით არ ვიცი, ხო ვიღაცა აყვა ამ კამპანიას, ვიღაცა 2 წუთი იფიცება, ვიღაცამ 3 წუთი გავიფიცებიო. იქ სხვა შორის ჩვენ მე გასაჯაროვდა ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ამ გაფიცვის კამპანიას უერთდებოდა, იქ Coca-Cola დაწყებული და PSP-ი დამთავრებული ძალიან მსხვილ კომპანიებზე მაქვს საუბარი, რომელიც თურმე ძალიან მსხვილად ვაჭრობს რუსეთთან დღემდე და ძალიან დიდ დივიდენდებს იღებენ რუსეთიდან და ეს არის რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტი. ხა არიან კომპანიები, რომლებიც ბულინგდებიან და ისევე როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად ვალდებულები ხდებიან, რომ იძულებულები ხდებიან, რომ ესეთი ტიპის კამპანიებს შეუერთდნენ და ეს რა თქმა უნდა ხა ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის და პირდაპირ ემსახურება ხელოვნურად ქვეყნის დესტაბილიზაციას. ყველა არ მინდა მაინც დავადანაშაულო იქნებიან იქ რიგი კომპანიები კიდე რომლებიც ვერ უძლებენ იმ ბულინგს, იმ სხვადასხვა კომპანიების ან თუნდაც რაღაცა თანამშრომლების ნაწილის, რომელ ბულინგსაც განიცდიან. ეს ბულინგი მოდის იმ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან დარგობრივად, რომელი კონკრეტული ჯგუფებიც არიან პირდაპირ აფილირებული იმ დესტრუქციულ ძალებთან და იმ დესტრუქციულ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელიც უკვე მერამდენეჯერ აქ მონაწილეობს ქვეყნის, ესე ვთქვათ, და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში. გაფიცვის დროს თბილისში ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა დოლიძის ქუჩაზე. მსვლელობით მისულ აქციის მონაწილეებს მოქალაქე და გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფიზიკური დაპირისპირების ამსახველის სხვადასხვა ვიდეო მასალა. ისმის გინება კადრებში ასევე ჩანს დოლიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხების სროლა. თბილისის ცენტრში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას დღის მეორე ნახევარში პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურნენ. ვინ ხარ დავა დაგვენახე მილიონ ასოციაციას კაცო თვითუშკას არ დაუძახებენ ძალიან კარგს იზავენ. მაგრამ მეორე რა არის თავარი? თვითუშკები ხალხში შეერივნენ და ფანჯრებიდან კვერცხებს ეწვიან. წარმოვიდგინეთ, ხალხს რეალურად იმხელა აგრესია აქვს მათ მიმართ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ეწვის ამ ხალხს, რომლებიც ასეთ სამწუხაროდ სხვა ქვეყნები და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართული. დღევანდელი დღე იყო სრული ილუსტრაცია მათ მიერ დალაგებული კამპანიების. აღმოჩნდა, რომ ისინი თავიანთ კომპანიებშიც კი სრულ უმცირესობაში არიან. ანუ იფიცებიან ვითომ კომპანიები, რომლებიც ხელმძღვანელების ნაცმოძრაობას უჭერენ მხარს, მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩნდნენ სრულ უმცირესობაში. ეს არის რაღაც რადიკალური ოპოზიციის უსუსვარი პერფორმანსი, რაც რა თქმა უნდა არავითარი ფასი არ აქვს, რეალურად ყველა მიცის, რომ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც შედის ქართული ხალხის ინტერესებში. 26 ოქტომბერს, სწორედ 24 წელს, ქართული ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფერი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსვარი მცდელობა. ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ბარიერ გადალახულები გიორგი გახარიას გამოკლებით დღეს კვლავ სასტუმრო შოთაში შეიკრიბნენ, თუმცა საარჩევნო საკითხზე მოლაპარაკება მაინც ვერ მოხერხდა. მელია გვარამია, ხაზარაძის კოალიცია და სააკაშვილის გუნდი 1 საათიანი შეხვედრის განმავლობაში 2 საკითხზე შეჯერდა. ეს არის საერთაშორისო აქტორებთან აქტიური მუშაობა და იმ ძალოვანებისა და მოსამართლეების საერთო ბაზის შექმნა, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ავიწროებენ. სხვა კონკრეტული გადაწყვეტილება ისევ არ არის. ამ დრომდე ღიად რჩება დოკუმენტი, რომელიც ახალი არჩევნების დასანიშნად ბარიერ გადალახულების საგზაო რუკად უნდა იქცეს. ოპოზიცია ამბობს, რომ მაგიდაზე რამდენიმე ვარიანტი უდევთ, თუმცა მათზე შეჯერება დღესაც ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ქართული ოცნება გამორიცხავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ოპონენტებს ურჩევს თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდნენ. მიზანი არის რომ რაღაცნაირად ყველანი ერთად შევთანხმდეთ რაღაც ერთ ხედვაზე. თუ გამოვა თუ არა და იარსებობს ორი ვერსია ან სამი ვერსია. ვერსიები არსებობს, თუმცა საერთო პოზიცია არა. ბარიერ გადალახული პარტიები ახალი არჩევნების ჩატარების გზებზე დღესაც ვერ შეთანხმდნენ. დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ოპოზიციამ საკითხის გადასაჭრელად დამატებითი დრო ითხოვა. შეჯერდა მხოლოდ ზოგად პრინციპებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციასა და საერთო ბაზის შექმნაზე, სადაც მოსამართლეებისა და ძალოვანი უწყებების
ჯგუფების წარმომადგენლების გვარებს განათავსებენ. ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ როდესაც დადგება მომენტი, რომ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე რაც დაგვემართა 26 ოქტომბერს, რომ ეს არჩევნები მართლა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ერთ-ერთი საუშაო საკითხი იყო ეს, სადაც რაღაც ვერსიები იყო განხილული, რომელიც მანამდეც იყო განხილული, არსებობს რამდენიმე სამუშაო ვერსია, მათ შორის გაწერილი დოკუმენტი. რაიმე ტიპის საპარლამენტო საკომიტეტო რეფორმების ჯგუფში ჩართულობას არ ვაპირებთ. ეს არის გამორიცხული. შარლ მიშელი 2 არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში იმ პირობებში, როცა იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებული. 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან შეხვედრას ესწრებოდა 3. კონსულტაციები დღეს გახარიას გუნდის მონაწილეობის გარეშე გაიმართა. პარტია მიზეზი მოგვიანებით განმარტა. დღეს იმიტომ არ ვიყავით, რომ ბუნებრივია ეს შემთხვევა მოხდა, თუ არ შეიცვალა ამ ქვეყანაში ახალი ადმინისტრაციები არ ჩამოყალიბდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთოდ აზრს კარგავს არჩევნების მნიშვნელობა. კონსულტაციებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს დღეს მართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ მათ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კი კითხვის ნიშნები არ არსებობს. უმრავლესობამ დღეს ოპონენტებს ისიც ურჩია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს. თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ, ასევე შეუძლიათ დელოს ოფისში, თბილისის ცენტრალში ჩამოაყალიბონ ვაზდის პარლამენტი და იქაც შეუძლიათ გააგრძელონ სახელმწიფო საქმიანობა. 4 ოქტომბერს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. საკმარისი დრო აქვს ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილთან ერთად კარგად მოეზადონ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ჩვენ არ უნდა გავუწიოთ რეკლამა ზურაბიშვილს და გნებავთ კოლექტიური ნაცმოძრაობის რაღაც პოლიტიკურ ბჟუტურს, იმიტომ რომ კარგად იციან, სადაც არიან. ისინი არიან უკვე სამწუხაროდ წარსული საქართველოს ისტორიაში. საერთო სტრატეგიაზე მსჯელობა დღის ბოლოს გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივ გზებზე რჩევები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისგან მიიღეს. სამხრეთ კორეის ისტორიაში 13 პრეზიდენტთან მხოლოდ ერთმა მოახერხა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულება. ნაწილი გადატრიალების გზით გადააყენეს, ზოგი სიკვდილით დასაჯეს იყო თვითმკვლელობის შემთხვევაც, თუმცა პრეზიდენტ იუნ სოგ-იოლის დაკავება მაინც უპრეცედენტოდ ითვლება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს აპატიმრებენ იმის მიუხედავად, რომ მას პარლამენტმა უფლება მოსილება შეურჩერა. მეორე მცდელობა წარმატებით დასრულდა, წინააღმდეგობის მიუხედავად 1000-მა ძალოვანმა პრეზიდენტის აყვანა მაინც მოახერხა. ყველაფერი კი სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის მიერ დეკემბერში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო, რასაც ოპოზიციური პარლამენტის მხრიდან იუნ სოგ-იოლის იმპიჩმენტი მოყვა. პრეზიდენტის დაპატიმრების ოპერაცია სეულის დროით დილის 4 საათსა და 20 წუთზე დაიწყო, იყო ფიზიკური დააპირისპირებაც. 5 საათიანი სპეცოპერაცია საბოლოოდ პრეზიდენტის აყვანით დასრულდა, თუმცა თუ მომდევნო 48 საათში გამოძიება სასამართლოსგან ვერ მიიღებს შესაბამის ორდერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ისევ თავისუფალი იქნება. სამხრეთ კორეაში გადაყენებული პრეზიდენტი დააკავეს. შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა. სასამართლომ იუნ სოგ-იოლის დაპატიმრების ორდერი 3 ბრალდებით გასცა. მას მართლმსაჯულება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, სამხედრო მდგომარეობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ედავება. დაკავების ორდერის აღსრულება სამართალდამცველებმა მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს. იოლის რეზიდენციაში გამთენიისას 200 პოლიციელი და ანტიკორუფციული ბიუროს 40 გამომძიებელი დაპირისპირების ფონზე შევიდა, რის შემდეგაც პრეზიდენტი დაკითხვაზე გადაიყვანეს. რეზიდენციაში მისულ სამართალდამცველებს იუნ სოგ-იოლის უსაფრთხოების სამსახური დაუპირისპირდა. შეტაკებები იყო სასახლის გარე პერიმეტრზე, სადაც 1000-მდე პოლიციელი, გადაყენებული პრეზიდენტის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა 11 ადამიანი. დაპატიმრებულ პრეზიდენტს დავიცავთ იმის მიუხედავად, რომ თითქმის 70 წლის ვარ არასდროს დავუშვებ, რომ კორეის დამოუკიდებელი რესპუბლიკა სამართავად ოპოზიციას გადაეცეს, იმიტომ რომ ოპოზიცია გადატრიალების ინიციატორია. თვლი რომ დაპატიმრების ორდერი უნდა აღსრულდეს, ეს ეროვნული ღირსების საკითხია. ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. მარეულობის მომწყობს არავითარი პასუხისმგებლობა არ დაიქცევს. დაპატიმრების ბრძანების მიუხედავად ის განაგრძობს წინააღმდეგობას და კანონი ყველა ადამიანზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. თავად იოლმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ძალადობის და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით დაკავების მოთხოვნას დაემორჩილება, იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილებას უკანონოდ
მიიჩნევს. დღეს, როდესაც დავინახეთ თუ როგორ განხორციელდა სპეციალური აღჭურვილობით დაცულ ზონაში შემოჭრა, გადავწყვიტე დავაკმაყოფილო ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა იმის მიუხედავად, რომ გამოძიება უკანონოა. იმისთვის, რომ საშინელი სისხლის ხურა შევაჩერო. ეს არ ნიშნავს, რომ ამ გამოძიების კანონიერებას ვაღიარებ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დაკავების პირველი ოპერაცია 12 დღის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. 14 დეკემბერს ქვეყნის პარლამენტმა პრეზიდენტს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადების ბრალდებით იმპიჩმენტი გამოუცხადა. ანტიკორუფციულმა ბიურომ კი დაკავების ორდერი გამოსცა, რამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. იუნ სოკ იოლი თანამდებობიდან ოფიციალურად მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, როდესაც სასამართლოს 8 წევრიანი კოლეგიიდან სულ მცირე 6 წევრი მის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. 9%-ით მეტი ვიდრე 2023 წელს ტურიზმის ადმინისტრაცია 2024 წლის მონაცემებს აჯამებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად გასულ წელს საქართველოში 5 მილიონზე მეტი ვიზიტი შედგა, აქედან ყველაზე მეტი ოქტომბერ-დეკემბერში, რა დროსაც ქვეყანას 1,5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკაში კვლავ მეზობელი სახელმწიფოები ლიდერობენ. საქართველოს ბუნება, ინფრასტრუქტურა, ისტორია, ტრადიციები, კერძები, სტუმართმოყვარე ხალხი ეს არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ქვეყანა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით 2024 წელს ტურისტულმა ვიზიტებმა ისტორიულ მაქსიმუმს 5,1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. ზრდა დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებითაც და 7,300,000 გადააჭარბა. გაზრდილი სტატისტიკა არის ხელშესახები თითოეული ობიექტისთვის. თქვენ ყავდა ძალიან გაზრდილი რაოდენობით ევროპელი ტურისტები მივიღეთ ასევე დიდი რაოდენობით ჩინეთიდან, აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან და მეგონებთ რომ 2024-ს ბევრად უფრო გადააჭარბებს 2025 წელი. ზოგადად თვეების და სეზონების მიხედვით გვაქვს მატება რამოდენიმე გამონაკლისი თვის გათვალისწინებით. თვითონ ქვეყნის პოტენციალი ნამდვილად უნიკალური გვაქვს. ამას ემატება ისიც რომ პირდაპირ ფრენები გვაქვს ყველა ისეთი საინტერესო ბაზრიდან, რომელიც ჩვენი პოტენციური მომხმარებელია და თან ვიმედოვნებთ, რომ 25 წელში, როდესაც დაანონსებულია ისეთი ბაზრებიდან შემოსვლა ტურისტების, როგორც არის ბრიტანეთი და სხვა საინტერესო ევროპული ბაზრები, ეს კიდევ უფრო მეტ პოტენციალს გაუჩენს ქვეყანას. გასულ წელს ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოში თურქეთიდან და ისრაელიდან ჩამოვიდა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ 2025 წელი უფრო წარმატებული იქნება. ჩვენი სამიზნე ბაზრები უცვლელი რჩება, ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ეს არის ყურის ქვეყნები, ეს არის შორეული ქვეყნები, რა თქმა უნდა, ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. უკვე ძალიან მალე ჩვენ გამოფენების სეზონი იწყება და გამოფენებზე წარსდგებით კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სექტორთან ერთად, სადაც საქართველოს ასე ვთქვათ, მოვახდენ საქართველოს პოზიციონირებას, კერძო სექტორს მივეხმარებით, რომ რა თქმა უნდა მათ დაამყარონ ადგილობრივ კომპანიებთან ბიზნეს კავშირები, კამპანიები რა თქმა უნდა ძალიან მალე დაიწყება როგორც ევროპის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში, ისე დანარჩენ სამიზნე ქვეყნებში. 2025 წლისთვის ტურისტული ნაკადების ზრდას პროგნოზირებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ამის თქმის საფუძველს კი მარიამ ქრივიშვილს წამყვან ავიაკომპანიებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები აძლევს. საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს მიმდინარე წელს დაემატება ავიაკომპანია British Airways, EasyJet, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალ ბიუჯეტიანი ახალი ავიაკომპანია Edelweiss და მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დამატებით პირდაპირ ფრენები დიდ ბრიტანეთთან, მილანთან, ციურიხთან, ისევე როგორც ჟენევის მიმართულებით. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს წყიდვალუნარიანი ბაზრებიდან ტურისტების ნაკადების შემოდინებას ჩვენ ქვეყანაში. გასულ წელს საქართველოს ათასობით საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ინდოეთი, საბერძნეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა. ცენტრალური ბანკები გლობალური შოკების შემდეგ, ასე ქვია, პანელურ დისკუსიასაც ნათია თურნავამ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ზომებზე ისაუბრა. ვენაში თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებსაც შეხვდება, რომელიც რაიფაიზენ ბანკის ორგანიზებით იმართება და მას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი დაესწრება. სების ხელმძღვანელი ინვესტორებს პრეზენტაციასაც წარუდგენს, სადაც საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრებს.
კონფერენცია ეძღვნება ძირითადად იმ გამოცდილებას თუ რაგზაც გამოვიარეთ ჩვენ ცენტრალურმა ბანკებმა და ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა სხვადასხვა გეოპოლიტიკური დაძაბულობის თუ კოვიდის დაძლევის დროს იმისათვის რომ შეგვენარჩუნებინა ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა ჩვენს ქვეყნებში. საინტერესო იყო ასევე ევროკავშირის წევრი ცენტრალური ბანკების გამოცდილების მოსმენა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღია ტიპის ეკონომიკა და რა თქმა უნდა ჩვენ ზემოქმედებს გლობალური გარემო, მათ შორის ევროკავშირში არსებული მაკროეკონომიკური გარემო, მით უფრო რომ ჩვენ დასახული გვაქვს მიზანი ევროკავშირთან კონსოლიდაცია საბოლოო ჯამში და ამიტომ ჩვენი პრაქტიკები, ჩვენი რეგულაციას უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს. მერია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძის რეაბილიტაციას იწყებს 2 დღეში ინფრასტრუქტურის სამსახური გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის გაფართოება შეუდგება სხვა სამუშაოებთან ერთად სატრანსპორტო კვანძზე დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერიამ უკვე მოახდინა ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტს 4,5 მილიონი ლარი დაუჯდება. დედაქალაქის მთავარ სატრანსპორტო კვანძზე გზის რეაბილიტაცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები გმირთა მოედნიდან სანაპირომდე არსებულ მონაკვეთს მოიცავს. მძღოლები კურიერთან ამბობენ, რომ პროექტი საავტომობილო მოძრაობას განკირთავს და გადაადგილებაც მეტად კომფორტული გახდება. თუ მოეწყობა სავალი გზა, აუცილებლად გადაითოს, იმიტომ რომ ცენტრალური საკვანძო ადგილი არის ეს ადგილი და დიდი ნაკადი მოდის და აუცილებელია ეს მომიქრება. ან ესტაკადა, ან დამატებითი დასასვლელები. გაფშობი არის ხოლმე და კარგი იქნება, თუ გაკეთდება და გაფართოვდება, ეს გზა კარგი იქნება. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიას ახალი საავტომობილო ზოლი დაემატება. გზის გაფართოების მიზნით გმირთა მოედანზე მდებარე ბენზინგასამართის სადგურების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. დაგეგმილია კომერციული ფართების სხვა ტერიტორიაზე გადატანაც. აღნიშნული კვანძი არის ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვანძი სატრანსპორტო ნაკადების მიმართულებით შესაბამისად ძალიან ბევრი მანქანა იყრის თავს ნაკადები საკმაოდ მაღალი არის აღებული იქნა ბენზინგასამართი სადგურები რაც მოგცემს იმის საშუალებას რომ დაემატოს კიდევ ერთი დამატებითი სამანქანო ზოლი რაც კიდევ უფრო განტვირთავს მოძრაობას. ჩვენ დეკემბერში დავიწყეთ უკვე ტროტუარებზე მუშაობა სადაც მიწისქვეშ კაბელარხების განთავსება მიმდინარეობს, სადაც მე უკვე საჰაერო სადენები ჩავა, განათების გმირთა მოედნის გარშემოც ახალი განათების სისტემა მოეწყობა, ასევე ერთი ზოლი ემატება ასეთ ლაგუნა ვერეს მხარეს. ინფრასტრუქტურული პროექტი 2 თვეში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ძირითადად საღამოს საათებში განხორციელდება. კახაკალაძეს თქმით, მოძრაობის განახლებული სქემა გმირთა მოედანზე ავტომობილების გამტარუნარიანობას გაზრდის. აღნიშნული პროექტი მოგცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც არის გადაადგილების თვალსაზრისით, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულად აღნიშნული კვანძი, მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო გამართული იყოს და შედარებით უფრო თავისუფლად იქნება გადაადგილება შესაძლებელი. პროექტს დედაქალაქის მერია ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. თბილისის მერი კი დღეს სამტრედიაში იყო 12 წლიანი ტრადიცია არც დღეს დარღვეულა ცენტრალურ მოედანზე გამართული კონცერტის შემდეგ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა სადაც სამტრედიაში მცხოვრებ მარტოხელა მამას რომელიც სამშვილს ზრდის თბილისის მერმა კახაკალაძემ ბინა გადასცა. დღესვე სამტრედიაში მრავალშვილიანმა ოჯახებმა ბინები კერძო სექტორისგანაც მიიღეს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ. გაახრევდა ბუხარი აპლოდისმენტები. ძალიან ემოციური ფონია. მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის და უზომოდ გახარებული ვარ. რა ხერი ნარსი ხარული მოგვანიჭა დღეს ბატონ კახიკალაძემ და უღმესმა რა კიდევ ერთხელ და ჩვენი გულები რო გაახარა და ჩემი შვილების გულები რო გაახარა. ჩვენ ეს ტრადიცია 2012 წლიდან დავამკვიდრეთ, ყოველ წელს ვიკრიბებით სამტრედიაში, გვაქვს ახალწლო კონცერტი და პარალელურად ასევე საქველმოქმედო ღონისძიება ვაბედნიერებთ ოჯახებს, ადამიანებს და წელსაც რა თქმა უნდა არ დაიღვა ეს ტრადიცია, ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ კომპანიას ვიდა მადლობა გადაუხადო, ვინც ჩემთან ერთად ჩართულია ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში, ასულ წლებში ჩართული იყო და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ყოველთვის მხარდაჭერას, თანადგომას. წლების წინ ძალიან
მნიშვნელოვანი ტრადიცია ჩაუყარა საფუძველი კახი გალაძემ ამ ქალაქში და მეც 2016 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ვარ ამ დღეს სამტრედიაში, რაც ძალიან საცხარულოა ჩემთვის და წელსაც ეს ტრადიცია არ დავარღვიე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებას ემთხვევა ხოლმე დღევანდელი დღე და დღესაც რამდენიმე ოჯახს გადაეცა ბინები და მინდა მიულოცოთ თითოეულ მათგანს ეს სარჩელებრივი საჩუქარი. ჩვენ ყოველ წელს ზუსტად ამ რიცხვში უყურებთ ხოლმე კიდევ ერთ ბედნიერ ოჯახს, რომლებსაც ასაჩუქრებენ და ბუნებრივია ჩვენ ძალიან გვიხარია ეს ამბავი და ვერ შეუძლია მიბაძოს ამ ჩვენიერი ტრადიციის ჩამოყალიბებაში კახას და პერსონალურად მას მადლობა და სამტრედიელებს, რომლებიც ამდენი იყიდებიან ამ ჩვენიერი კიდევ უფრო გასამართლებლად.